2026 წლის ივნისის დასაწყისში ბიტკოინის ფასი $60,000-ზე ქვემოთ დაეცა. ხალხი პანიკაში ჩავარდა და მასობრივად გაკიდეს. ჩანდა რომ კრიპტოვალუტის ოცნება დასრულდა. მაგრამ მაშინ როცა ჩვეულებრივი ინვესტორები თავიანთ სიცოცხლის დანაზოგს კარგავდნენ, Wall Street-ი 10 წლეულის ყველაზე დიდ ქონების გადანაწილებას ახორციელებდა, რადგან ეს კრახი არ იყო. ეს ძარცვა იყო. ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიზანიც $1.8 მილიარდ-ზე მეტი ბერკეტის გაწმენდა იყო. პარასკევი, 5 ივნისი. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღე იყო, რაც კრიპტოვალუტის ბაზრებს ბოლო წლებში უნახავთ. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ტრეიდერების უმეტესობამ ძლივს გაიგო რა ხდებოდა. ბიტკოინი, წამყვანი კრიპტოვალუტა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ 80,000-ზე მაღლა ვაჭრობდა, მოულოდნელად და კატასტროფულად დაეცა. მილიონობით მობილური ტელეფონი ერთდროულად ავიბზრიალდა მთელ მსოფლიოში, როცა ეს ამბავი გავრცელდა. BTC-ის ღირებულება მკვეთრად ეცემოდა. მან ერთ მომენტში $60,000 ნიშნულსაც კი ჩამოსდა და დღის განმავლობაში მინიმუმ $49,100-მდე დაეცა. მეორე დილით მან მცირე აღდგენა მოახერხა, $61,000 მიაღწია. მაგრამ ეს ქაოსი იყო, ბაზრის ჩავარდნა, ყოველ შემთხვევაში გამოუცდელი თვალისთვის. ეს კრიპტოსამყაროს კრიტიკოსებისთვის თითქოს საბოლოო მტკიცებულებას ჰგავდა, ნათელნიშნად იმისა, რომ ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოვალუტა ვერ ჩაითვლება უსაფრთხო და საიმედო ღირებულების საცავად. მაგრამ აი სიმართლე, ეს არ ყოფილა ჩავარდნა ან უკონტროლო კრახი. ეს იყო კონტროლირებადი დაწვა, დაწვა, რომელიც იდეალურად შესრულდა, მათემატიკურად ზუსტი იყო და აბსოლუტურად აუცილებელი, რომ ბაზარი არა მხოლოდ აღდგენილიყო, არამედ სრულიად ახალ სიმაღლეებსაც მიაღწია. ეს იყო ფინანსური ეკვივალენტი ავადმყოფი ტყის დაწვისა, რათა ჯამრთელი ფესვები გამტკიცებულიყო. რადგან მაშინ, როცა უმეტესობა ფასების გრაფიკებზე იყო კონცენტრირებული, ისინი მხოლოდ კვამს ხედავდნენ. ნამდვილი ცეცხლი კულისებში მიმდინარეობდა. დაახლოებით $1.8-დან $2.5 მილიარდი ღირებულების ტოქსიკური ბერკეტი თლიანად განადგურდა. აი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ბერკეტი ფინანსური სისტემისთვის როგორც ჭირი ისია. ეს არის სესხებული თანხები. ეს არის საცარის საცალო ტრეიდერები, რომლებიც ფაქტობრივად იმ ფულით დებენ ფსონს, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ეს კი თავის მხრივ სისტემას მყიფე მდგომარეობაში აქტებს. რაც უფრო მეტად გროვდება ბერკეტი, მით უფრო არასტაბილური ხდება სიტუაცია. საბოლოოდ დგება მომენტი, როცა ბაზარი ვეღარ მოძრაობს, ვეღარ იზრდება ან ვითარდება, სანამ ეს ბერკეტი არ განადგურდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისთვის რომ ბიტკოინმა განვითარების შემდეგი ნაბიჯი გადადგას, რომ ეს კრიპტორაკეტა აფრინდეს, ბერკეტი უნდა მოცილებულიყო. მაგრამ ეს ფული უბრალოდ ვერ გაქრება. ის სადღაც უნდა წავიდეს. საშინლად შეშინებული მომხმარებლები პანიკურად დაჭერდნენ გაყიდვის ღილაკს, რადგან ყველაზე ცუდი ეშინოდათ, მაგრამ მათ აქტივებს ვინც ყიდულობდა, ისინი არც მოყვარულები იყვნენ და არც არაპროფესიონალი ინვესტორები. ისინი პროფესიონალები იყვნენ. Wall Street-ის ინვესტორები, რომლებმაც ისარგებლეს ამ მასობრივად ფასდაკლებული გაყიდვით და აქტივები ძალიან იაფად შეიძინეს, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მეორე მხარეს თავიანთ ფულს გააორმაგებდნენ, ანზელს გაასამაგებდნენ. საცალო ბაზარმა ზუსტად ის მისცა ინვესტიციების სამყაროს დიდ მოთამაშეებს, რასაც ისინი ელოდნენ, გამოსვლის ლიკვიდურობა. ყოველდღიური ინვესტორები მანქანის საწვავად იქცნენ, მათ ეგონათ, რომ ჩაძირული გემიდან გარბოდნენ. რეალურად კი ისინი თავიანთი მძიმე შრომით მოპოვებული პორტფელები გიგანტურ საინვესტიციო კომპანიებს გადასცემდნენ. მაგრამ ეს კრახი კრიპტობაზრებიდან არ დაწყებულა. ის სილიკონის ველზე დაიწყო. ფული ბაზრის ჟანგბადია. როცა ის შემოდის, აქტივები ძლიერდება და უფრო ფასეული ხდება. როცა ფული გადის, ისინი სუსტდებიან. და 2026 წლის ივნისამდე არსებულ კვირებსა და თვეებში ერთი კონკრეტული სექტორი თითქმის მთელ ხელმისაწვდომ ჟანგბადს ისრუტავდა. ეს სექტორი იყო ხელოვნური ინტელექტი. სულ რამდენიმე წელიწადში AI-მ თითქმის თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტში შეაღწია. ის პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტექნოლოგიურ ძალად იქცა. სადაც ძალაა, იქ ღირებულებაც არის. ინვესტორებს არ სურდათ ამ ღირებულების მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა გაეშვათ ხელიდან. მათ უნდა შეეძინათ წილი ყველაზე დიდ და წარმატებულ AI კომპანიებში, ასევე ახალ და პერსპექტიულ კომპანიებში, რათა მაქსიმალურად გაეზარდათ გრძელვადიანი მოგება. 2026 წელს მრავალი დიდი AI ბრენდი გამოჩნდა ბაზარზე. უამრავი დიდი მოლოდინის მქონე საწყისი საჯარო შეთავაზებით, ანუ IPO-ებით. ესენი არიან მომავლის კომპანიები, მანქანური სწავლების ოსტატები, შემდეგი თაობის AI მოდელების შემქმნელები და გასაკვირი არ არის, რომ მათ დიდი ყურადღება მიიპყრეს. ზოგიერთი ამ კომპანიის შეფასებები თითქმის უპრეცედენტო იყო. აჟიოტაჟის შეუჩერებელი ტალღებელი ტალღა დაგროვდა და კიდევ უფრო გაიზარდა, როცა IPO-ს შემდეგ IPO გამოჩნდა საფონდო ბირჟაზე. გლობალურმა ფინანსურმა ეკოსისტემამ მყისიერად უპასუხა. ჰედჯ ფონდები და ვენჩურული კაპიტალის კომპანიები მოულოდნელად აღმოჩნდნენ დროის წინააღმდეგ გრბოლაში. ბოლო წლების რამდენიმე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის ლისტინგი ბაზარზე უნდა გამოსულიყო და ყველას სურდა მათგან წილი, მაგრამ მათ სწრაფად სჭირდებოდათ ნაღდი ფული. შეიძლება იფიქროთ, რომ ისინი დაიწყებდნენ აქციების გაყიდვას ან უძრავი ქონების პორტფელების ნაწილების გასხვისებას. ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, ბევრმა მიმართა ყველაზე სწრაფი ლიკვიდურობის წყაროს რაც ჰქონდათ კრიპტოვალუტებს. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, მათ დაიწყეს ლიკვიდურობის ამოღება კრიპტობაზრიდან, რათა ეს თანხები AI-ის IPO-ებში ჩაედოთ. ეს კულისებში ხდებოდა და ნელ-ნელა ბიტკოინის ორდერების წიგნების სიღრმე შემცირდა.
სოფლიოს წამყვან კრიპტოვალუტაში არსებული ნაღდი ფულის საერთო მოცულობა ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად აორთქლდა. ზედაპირზე ბაზარი ჩვეულებრივად მუშაობდა. თუმცა სიღრმეში მისი საფუძვლები იშლებოდა. სისტემა, რომელსაც მაღალი ლიკვიდურობა აქვს, კრიზისს გაუმკლავდება. მაგრამ როცა ლიკვიდურობა ამოიწურა, კრიპტობაზარი მშრალ ტყეს ჰგავდა, რომელსაც ერთი ნაპერწკალი ჰყოფნიდა, რომ ყველაფერი დაეწო. და ალგორითმებმა ზუსტად იცოდნენ, სად უნდა დაერტყათ. ფინანსურ ბაზრებს რიტმი აქვს, რომელსაც უმეტესობა ვერ იგებს. ისინი ფიქრობენ, რომ ჯამთელი ბაზარი მხოლოდ ერთ მიმართულებით უნდა მოძრაობდეს, ზემოთ. ვოლატურობას სისუსტედ, დეფექტად მიიჩნევენ. საუკეთესო და ყველაზე წარმატებული ინვესტორები კი ყველაფერს სხვანაირად უყურებენ. ისინი ბაზრების რიტმს, ციკლებს, აღმავლობასა და ვარდნას კარგად უგებენ. ისინი იციან, რომ ვოლატურობა თვისებაა, აუცილებლობაც კი. ნებისმიერი აქტივის კლასმა, რომ სრულად განვითარდეს და პოტენციალი გამოავლინოს, მას სტრუქტურული კრახის პერიოდები უნდა გაიაროს. მხოლოდ ვარდნის შედეგად სწავლობენ ბაზრები კიდევ უფრო მაღლა ასვლას. მტკიცებულება სწორედ მონაცემებშია, არა იმ ფასის გრაფიკებში, რომელსაც ყველა უყურებს, და არც ზედაპირულ მაჩვენებლებში, რომლებზეც უმეტესობა საცალო ინვესტორებისა ფიქსირდება. ის უფრო ღრმა მაკროდონეზე მაჩვენებლებშია, იმ ტიპის, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი სავაჭრო მაგიდები იყენებენ, თავიანთი შეკვეთების დასაგეგმად და გარიგებების იდეალობის იდეალურად დასათვალად. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაჩვენებელია ის, რასაც ბაზრის ღირებულების რეალიზებულ ღირებულებასთან Z-ქულა იწოდება, ანუ MVRV Z-ქულა. ეს რთულად ჟღერს და ბევრ შემთხვევაში ასეც არის. წარმოიდგინე MVRV Z-ქულა, როგორც ბაზრის განგაშის სისტემა. როცა ის წითლად დაინთება, ბიტკოინი შეიძლება თავის სამართლიან ღირებულებაზე მაღლა ვაჭრობდეს. როცა საპირისპირო უკიდურესობაში გადადის, ბიტკოინი შეიძლება მნიშვნელოვნად დაუფასებელი იყოს. შეხედე, როგორ მერყეობდა Z-ქულა დროთა განმავლობაში და გაოცებული დარჩები იმ ტენდენციით, რომელიც იკვეთება. ყველა წარსული დიდი ბიტკოინის კრახის დროს 2015, 2018 და 2022 წლებში Z-ქულამ ყოველთვის ზუსტად იგივე გააკეთა. ის ნულზე ქვემოთ დაეცა და უარყოფით ზონაში გადავიდა. ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდებოდა, მედია იწყებდა სათაურების წერას და ანგარიშების გამოქვეყნებას იმის შესახებ, რომ ბიტკოინი ძალიან არასტაბილური და საშიში იყო ინვესტორებისთვის. ზოგიერთი კი ამბობდა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი უკვე მკვდარი იყო. ამ დროს წვრილი ინვესტორები ყურადღებას არ აქცევდნენ ამ ხმაურს და კონცენტრირებულები იყვნენ მთავარზე, Z-ქულაზე. ეს იყო წითლად მოციმციმე სიგნალი, რომელიც ერთ მნიშვნელოვან ბრძანებას ხვიროდა. იყიდე. რადგან ყოველ ჯერზე, როცა ეს ქულა ნულზე დაბლა ჩამოვიდა, ბიტკოინი მომდევნო ციკლში მინიმუმ 300%-ით გაიზარდა. ეს არის ნიმუში, რომელიც არაერთხელ განმეორდა. 2020 წლის მარტში გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა გააჩერა. ბიტკოინის ფასი სულ რამდენიმე დღეში ორჯერ შემცირდა. პანიკა აშკარა იყო, მაგრამ მასიური ვარდნის შემდეგ 180 დღეში გრძელვადიანი მფლობელების მარაგი, ანუ ბიტკოინის საერთო მოცულობა, რომელიც იმ სუბიექტებს ეკუთვნოდა, თუ ვინც გაყიდვაზე უარი თქვა, დაახლოებით 3-5% პუნქტით გაიზარდა. ეს იგივეა, რაც ამერიკის მთლიანი ოქროს რეზერვების ღია ბაზრიდან ამოღება და 6 თვეში კერძო საცავში გადატანა. ეს იყო მდუმარე, მაგრამ მასშტაბური სიმდიდრის კონსოლიდაცია. ბიტკოინის დრამატული გადანაცვლება სუსტი ხელებიდან ძლიერ ხელებში. ეს ჯანსაღი ბაზრის ბიოლოგიური აუცილებლობაა. მას სჭირდება ჩავარდნა, რათა თავიდან გადაიწყოს და უკეთ აშენდეს, ვიდრე ადრე იყო. ესეც ის პროცესია, რომელიც წარსულშიც გვინახავს გამანადგურებელი სიზუსტით. 2021 წელს ბიტკოინი კარგად მიდიოდა. მან მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს, $60,000 ფარგლებში გაზაფხულზე, როცა მოულოდნელად უარყოფითი ამბების ტალღამ მისი ღირებულება კიდევ ერთხელ მკვეთრად დააგდო. მომავალი მაინინგის აკრძალვები, რეგულაციური ზომები და იძულებითი ლიკვიდაციები ყველაფერმა თავისი კვალი დატოვა. სულ რამდენიმე კვირაში ბიტკოინის ფასი განახევრდა და $30,000 ქვედაზღვარზე ჩამოვიდა. იგივე ნარატივი ისევ გაჩნდა. ბიტკოინს ბოლო მოეხო. ხარის ბაზარი დასრულდა. ვისაც ჯერ კიდევ კრიპტოვალუტა აქვს, უმჯობესია, რაც შეიძლება მალე გაყიდოს, თორემ კიდევ უფრო დიდ ზარალს მიიღებს. საცალო ინვესტორების დიდი ნაწილიც ამ რჩევას გაჰყვა. მათ გაყიდეს თავიანთი აქტივები და ინანეს, რომ ადრე არ გავიდნენ ბაზრიდან. მაგრამ ყველაზე ჭკვიანმა ინვესტორებმა დაინახეს, რაც სინამდვილეში ხდებოდა. უნიკალური ფენომენი, რომელსაც Wyckoff's დაგროვების ფაზა ეწოდება. ლეგენდარული ინვესტორის, რედაქტორისა და Wall Street-ის ჟურნალის დამფუძნებლის სახელობის ის აღწერს სტრატეგიას, რომელსაც ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი ბაზრის მონაწილეები 10 წლეულებია იყენებენ. მანამ, სანამ ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ყველაზე დიდი მოთამაშეები, როგორც წესი, ერთიანად არ ყიდულობენ. ამის ნაცვლად ისინი აგროვებენ. ასე მოქმედებენ ეგრეთ წოდებულ ვეშაპები, რათა დააფრთხონ საცალო ინვესტორები იმ დონემდე, რომ მათ თავიანთი აქტივები გაყიდონ. თუმცა 2021 წლის Wyckoff's ფაზის დროს უცნაური ანომალია გამოჩნდა. ვეშაპების ვალეტების რაოდენობა, ანუ იმათ, ვისაც 1000 ან მეტი ბიტკოინი აქვს, დაახლოებით 12%-ით შემცირდა. ამავე დროს, მცირე საცალო ვალეტების რაოდენობა გაიზარდა, რადგან ჩვეულებრივი ინვესტორები იყენებდნენ ფასის ვარდნებს სწრაფი მოგების იმედით. ნარატივი კიდევ უფრო შემაშფოთებელ რამედ გადაიქცა. დიდი ფული ბიტკოინიდან გადიოდა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაიჯერა ეს ამბავი, მაგრამ ვეშაპები სინამდვილეში ბიტკოინს არ ტოვებდნენ. ისინი მასიურ ლევერიჯირებულ გაწმენდას ამზადებდნენ. 2021 წლის 19 მაისს ეს გაწმენდა მოხდა.
სულ რაღაც რამდენიმე საათში 8.6 მილიარდი დოლარი განადგურდა. იმ ღირებულების მასშტაბის გასაგებად 8.6 მილიარდი დოლარი საკმარისია იმისთვის, რომ სრულად შეიძინო Dallas Cowboys-ი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული ორგანიზაცია მსოფლიოში და კიდევ 3 მილიარდი დოლარი დაგჭეს. შედეგი მყისიერი იყო. საბითუმო ანგარიშები სრულად ლიკვიდირდა. შედეგად დაიწყო ყველაზე მასშტაბური ქონების კონსოლიდაცია 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. 2021 წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ღირებულება კიდევ ერთხელ გაიზარდა. ახლა 2026 წელს საკმარისი მონაცემებია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არც შემთხვევითია და არც დამთხევა. ისტორია ქირურგიული სიზუსტით მეორდება. 2026 წლის ივნისის კრახი თითქმის სარკისებურად იმეორებს 2021 წლის მოვლენას. იგივე სათაურები, იგივე ნარატივი და იგივე ემოციური გავლენა საცალო ინვესტორების ბაზარზე. მაგრამ 2026 წელს აქვს უსაფრთხოების ბადე, რომელიც 2021 წელს არასდროს ჰქონია. იატაკი, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ძლიერმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა შექმნეს. 2024 წლის დასაწყისში ბიტკოინის ბაზრის წესები ფაქტობრივად თავიდან დაიწერა. ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ოფიციალურად დაამტკიცა პირველი ბიტკოინის ბირჟაზე ვაჭრადი ფონდი, ანუ ETF-ები. მეტი ვიდრე 10 წლეულის განმავლობაში ბიტკოინი არსებობდა როგორც გლობალური ფინანსური სისტემისგან განცალკევებული ერთეული. ის ყოველთვის იყო პერიფერიაზე, მერყევი, რეგულირების გარეშე და რთული იყო როგორც მოყვარული ინვესტორებისთვის, ასევე ტრადიციული ინსტიტუტებისთვისაც. ბირჟაზე ვაჭრობითი ფონდების, ანუ ETF-ების გამოშვებამ ყველაფერი შეცვალა. მან გადალახა ის ბარიერი, რომელიც ბიტკოინსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას ამდენი ხანი აშორებდა. ეფექტი მხისიერი იყო. ინვესტიციების სამყაროს გიგანტები, როგორიცაა BlackRock და Fidelity, თავით გადაეშნენ ამ სფეროში. წლის ბოლოსთვის მათ ინსტიტუციურ საცავებში თვალის მომჭრელი 900,000 ბიტკოინი ჰქონდათ დაგროვებული. ეს თავად აქტივის მთლიანი მიმოქცევადი რაოდენობის დაახლოებით 4.6% შეადგენს. სანამ ამ რიცხვს უკეთესად აღვიქვამთ, 900,000 ბიტკოინი მხოლოდ 200,000 ბიტკოინია. ეს ნაკლებია იმ 1.1 მილიონ დაკარგულ მონეტაზე, რომელიც სატოში ნაკამოტოს, ბიტკოინის ფსევდონიმი შემქმნელის ანგარიშზეა და რომის ღირებულებაც დაახლოებით 80 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს იმდენად დიდი რაოდენობაა, რომ თითქმის წარმოუდგენელ გავლენას ახდენს დანარჩენ ბაზარზე. ეს ინვესტიციურ კომპანიებს აძლევს საკმარის ფინანსურ ძალას, რომ ბლოკჩეინის მიზიდულობის ძალაც კი აკონტროლო. Wall Street-ი ისე არ მუშაობს, როგორც დანარჩენი საინვესტიციო სამყარო. აქციების, ფასიანი ქაღალდებისა და კრიპტოვალუტების ყველაზე დიდი მოთამაშეები აქტივებს ერთმანეთში ისე არ ცვლიან, როგორც ამას საცალო ინვესტორები აკეთებენ. ისინი ხიდულობენ აქტივებს, რათა ისინი საკუთარ ხელში მოაქციონ და შემდეგ იქიდან აგებენ სიმდიდრეს. როდესაც ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა BlackRock, იღებს კონტროლს კრიპტოვალუტაზე, ის მონეტა აღარ არის ღია მიმოქცევაში. როდესაც 2026 წლის კრახი განვითარდა, მედია ავრცელებდა სენსაციურ სათაურებს მასიური კაპიტალის გადინების შესახებ. ისინი მიუთითებდნენ იმ 1.4 მილიარდ დოლარზე, რომელიც პანიკის პიკზე გამოვიდა spot ETF-ებიდან. მათთვის ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. ინსტიტუციური ინტერესი ბრესი ბიტკოინის მიმართ მკვდარია და დამარხული. მაგრამ თუ ფართო სურათს შეხედავთ, 1.4 მილიარდი დოლარი ოკეანეში წვეთია ამ დიდი მეგაფონდებისთვის. რეალურად ინსტიტუციური კაპიტალის უმრავლესობა საერთოდ არ დაძრულა. ის ზუსტად იქაა, სადაც პანიკის დაწყებამდე იყო. და მაშინ, როცა საცალო ინვესტორებს ეშინოდათ და ფულს იღებდნენ, დიდი მოთამაშეები, როგორიცაა BlackRock და Fidelity, ამ ზეწოლას იწოვდნენ. ისინი არაეფორიაქნენ, არ გაიქცნენ, რადგან ესმოდათ ბაზრის სტრუქტურული რეალობა. მათ იცოდნენ, რომ თუ პოზიციას შეინარჩუნებდნენ, შეძლებდნენ აქტივების მიწოდების უზრუნველყოფას და მომავალისთვის კიდევ უფრო მყარ საფუძველს შექმნიდნენ. მაგრამ, რადგან Wall Street-ი სულ უფრო მეტ მარაგს აგროვებს, შესაძენი ბიტკოინის რეალური რაოდენობა იწყებს გაქრობას. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ ბიტკოინთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ის ესეთი პოპულარული აქტივი გახადა ინვესტორებს შორის მთელ მსოფლიოში, არის მისი სიმცირე. სულ მხოლოდ 21 მილიონი მონეტა იქნება გამოშვებული. ეს მას მნიშვნელოვნად განასხვავებს ტრადიციული ვალუტის კონცეფციისგან. არც ერთი ცენტრალური ბანკი ვერ შეძლებს უბრალოდ მეტი BTC-ის დაბეჭდვას. არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ გაზრდის მიწოდებას. და რეალობა ისაა, რომ ბიტკოინი კიდევ უფრო იშვიათია ვიდრე ჩანს, რადგან ამ 21 მილიონი მონეტიდან დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი არ არის ყიდვა-გაყიდვისთვის და არც არასდროს იქნება. რატომ? იმიტომ რომ მათი ბევრი ნაწილი ფაქტობრივად მიმოქცევიდან ამოვარდნილია. ისინი ინახება დაკარგულ მყარ დისკებზე, დაშიფრული საფულეებისა და დავიწყებული პაროლების მიღმა ჩაკეტილი. ან ინახება ცივ საცავებში და წლების განმავლობაში ხელუხლებელია. მეტრიკა, რომელსაც უწოდებენ არალიკვიდურ მიწოდებას, არსებითად ზომავს იმ ბიტკოინის პროცენტს, რომელიც ეკუთვნის სუბიექტებს, რომლებსაც გაყიდვის ნულოვანი მიდრეკილება აქვთ. 2024 წელს ამ მეტრიკამ მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს და შეადგინა დაახლოებით 68%.
ეს ნიშნავს, რომ ყველა დროის მოპოვებული ბიტკოინის მხოლოდ 22% არის რეალურად ხელმისაწვდომი ღია ბაზარზე მიმოქცევისთვის. ეს გავს იმას, რომ ცდილობ იყიდო სახლი დიდ მეტროპოლიურ ქალაქში, სადაც თითქმის 80% სახლებისა არასდროს იყიდება. თუ აქტივის მარაგის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაბლოკილია და ეკოსისტემიდან ამოღებულია, მაშინაც კი როცა მოთხოვნა ოდნავ გაიზრდება, შეიძლება მოხდეს ძლიერი ვერტიკალური აფეთქება. ამ აქტივის ღირებულება მკვეთრად იზრდება. ეს არის ლიკვიდურობის შოკი მოკლედ. ეს გავს შეკრულ ზამბარას, რომელიც უფრო და უფრო მჭიდროდ იჭიმება და უბრალოდ ელოდება, როდის აფეთქდება და გამოუშვებს დაგროვილ ენერგიას. და ეს გვიყვანს საბოლოო არასასიამოვნო რეალობამდე იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში გლობალური ბაზრები. სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ იხდის რეალურად ზრდადი ბაზრების ფასს, თუ ქუჩაში საშუალო ადამიანს გითხავთ, რა განაპირობებს დიდ ზრდად ბაზარს, ან ვის აქვს ყველაზე დიდი გავლენა ისეთ აქტივზე, როგორიცაა ბიტკოინი, ისინი ალბათ საცალო ინვესტორებზე მიგითითებენ. ისინი იკამათებდნენ, რომ სწორედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ანგარიშებს ხსნიან, ვალეტებს აწყობენ და ყოველთვე რამდენიმე ასეულ დოლარს დებენ კრიპტოვალუტაში, ზრდიან ფასებს. ისინი ფიქრობენ, რომ ძალა საზოგადოებას აქვს. ეს ფრთხილად დაგეგმილი ტყუილია. საცალო ინვესტორები არ განაპირობებენ ზრდად ბაზრებს. სინამდვილეში ისინი ინსტიტუციებისთვის გასასვლელ ლიკვიდობას უზრუნველყოფენ. და ამის გასაგებად უნდა გაიგო, როგორ მუშაობს ინსტიტუციური ორდერების წიგნები. მრავალმილიარდიანი hedge ფონდი ან ETF-ის გამომშვები აშევა თავის ჩვეულ კრიპტოვალუტის ბირჟაზე და ერთდროულად 10,000-ობით მონეტას არ ეყიდის. ეს ბაზარზე მასიურ და ძალადობრივ გავლენას მოახდენდა. ამის ნაცვლად, ასეთი მეგაფონდები ამჯობინებენ გააფართოონ თავიანთი ინვესტიციები ისე, რომ ბაზარზე დაუყოვნებლივ არ მოახდინონ გავლენა. ამისთვის მათ უნდა გამოიწვიონ გაყიდვის ორდერების ტალღა, რათა მათი შესყიდვები დაბალანსდეს. მათ ძირითადად სჭირდებათ ათასობით ინდივიდუალური ინვესტორი, რომ ერთდროულად და ერთსა და იმავე ფასზე გაყიდონ თავიანთი პოზიციები. მათ სჭირდებათ, რომ ხალხი პანიკაში ჩავარდეს. აი, რატომ არ ყოფილა 2026 წლის ივნისის კრახი შემთხვევითი ქაოტური მოვლენა? ეს იყო დაგეგმილი, პროგრამირებული. ეს იყო განზრახ შექმნილი მექანიზმი მსხვილი საინვესტიციო კომპანიების მიერ, რათა გადაეცრათ ლიკვიდობის პრობლემა. სინამდვილეში ეს საკმაოდ მარტივია, როცა იცი ძირითადი პრინციპები, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ისევ იგივე ალგორითმები, რომლებსაც მარკეტ-მეიკერები იყენებენ, შეუძლიათ გამოავლინონ ის ადგილები, სადაც დიდი რაოდენობით სტოპ-ლოსის ორდერები სავარაუდოდ დაგროვილია. მათ ზუსტად იციან ის ფასის დონეები, სადაც საცალო ინვესტორებმა გადაწყვიტეს გაყიდვა, რათა შემდგომი დანაკარგები შეიზღუდონ. როდესაც ბაზარი ამ დონეებს უახლოვდება, თუნდაც შედარებით მცირე გაყიდვების ტალღას შეუძლია ფასები კიდევ უფრო დაბლა დაწიოს და სტოპ-ლოსის ზონას მიუახლოვოს. როგორც კი პირველი სტოპ-ლოსის ორდერები გააქტიურდება, იწყება ჯაჭვური რეაქცია. ამას მოხვება დამატებითი ორდერების ტალღა, რომლებიც ავტომატურად სრულდება. BTC-ის უზარმაზარი რაოდენობა იყიდება ისე, რომ მფლობელებს არც კი აქვთ დრო დაფიქრდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებზე. ფასი კიდევ უფრო და უფრო ეცემა. ამ პროცესში კიდევ უფრო მეტ სტოპ-ლოსის ზღვარს აღწევს. რამდენიმე წუთში ღირებულება მკვეთრად ეცემა და საშუალო ინვესტორისთვის, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს, ეს საშიშია და ისინი იწყებენ თავიანთი მონეტების გაყიდვას. როდესაც BTC-ის ღირებულება თითქმის მაქსიმალურად ეცემა, Wall Street-ის ინვესტორები ზვიგენებივით ესევიან და ყიდულობენ მონეტებს, რომლებიც ღია ბაზარზე მოხვდა. მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს ცუდ ამბავს საცალო ინვესტორებისთვის. ჯერჯერობით ყველაფერი, რაც ბიტკოინის კრახს ეხება, ისე ჩანს თითქოს საზოგადოებისთვისაა მოწყობილი. ის ისეა მოწყობილი, რომ საცალო ინვესტორების თანთქას და შემდეგ გამოაგდოს, მაშინ როცა დიდი ინსტიტუციები მათ ემოციებზე თამაშობენ და პანიკას იყენებენ. ეს შეიძლება მართალია, მაგრამ ეს მთელ სურათს არ გვიჩვენებს. ამის დასანახად საჭიროა იმაზე შორს გაიხედო, რაც ამჟამად ხდება. სათაურებს ყურადღება ნუ მიაქცე, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ანალიტიკოსებისთვის მიერ გამოყენებული მაკრომოდელები და პროგნოზირების ინსტრუმენტები კვლავაც ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს. ზევით. მათი პროგნოზები არ შეცვლილა და არც მათი ოპტიმიზმი. ისინი კვლავაც ფიქრობენ, რომ ბიტკოინი განწირულია ზრდისთვის, ბევრად უფრო მაღლა და ბევრად უფრო მალე, ვიდრე შენ შეიძლება ელოდო. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ბიტკოინი 2026 წლის მეოთხე კვარტალში 150,000-დან 180,000-მდე უნდა მიაღწიოს. თუმცა, ერთიანი შეთანხმებული მოსაზრება არ არსებობს. სხვადასხვა მოდელები სხვადასხვა მიმართულებას აჩვენებს და ისინი იცვლებიან, როგორც კი პირობები იცვლება. ესეთ მომენტებში ფასის დიდი ცვლილებები, როგორც წესი დაკავშირებულია ლიკვიდობის, ბერკეტის და ბაზარზე საერთო პოზიციონირების ცვლილებებთან, ის ცვლილებებთან, ვიდრე რომელიმე ერთ კონკრეტულ მიზეზთან. რეტულ მიზეზთან. როდესაც ეს პირობები იცვლება, კაპიტალის სისტემაში ისე გადაადგილდება, რომ ეს ყოველთვის რეალურ დროში ხილული არ არის. ხედვის კუთხიდან გამომდინარე, ეს შეიძლება როგორც ბაზრის ციკლების ნორმალურ ნაწილად, ისე უფრო ღრმა სტრუქტურული სტრესის ნიშნად ჩანდეს. რაც მუდმივად უცვლელია, ის არის, რომ ეს პროგნოზები მუდმივად გადახედვას ექვემდებარება, როცა ახალი ინფორმაცია შემოდის. და ასეთ ბაზრებში საქმე არასდროს ეხება მხოლოდ ერთ კრაშს ან ერთ რალის. ეს ეხება ციკლებს. როგორ შემოდის ლიკვიდურობა, როგორ გადის და როგორ იცვლის ბაზრის სტრუქტურა თავს ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდება. რადგან ბოლოს და ბოლოს ფასი უბრალოდ ერთ ან მეორე მიმართულებით არ მოძრაობს.
ის გადის ფაზებს და ყოველი ფაზა საბოლოოდ ხდება საფუძველი შემდეგისთვის. როდესაც ინვესტორები ცდილობენ მეტი ბიტკოინის შეძენას, ერთი საიდუმლო ყოველთვის რჩებოდა. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას. აღმოაჩინე სიმართლე, ვინ შექმნა სინამდვილეში ბიტკოინი? ან უყურე ამ ვიდეოს.